ასეთი მარტივი გახდომა ჯერ არ ყოფილა. ზაფხულში ყველაზე მეტად ზუსტად იმ კერძის მოწოდება მიყვარს, რომელიც ერთდროულად ბიუჯეტურია, მარტივი, ცილებით და ვიტამინებით სავსე და გემრიელი. დღეს სამსალადს მოგიმზადებ ერთი კომპოსტოს ფასაზე. სამივე რეცეპტი არის კომპოსტით მომზადებული, მაგრამ აქვს სამივეს აბსოლუტურად განსხვავებული გემო. ერთი იქნება ქათმის მკერდით, მეორე ტუნა თევზით, ხოლო მესამე კი ამერიკული საოცრად არომატული და გემრიელი კომპოსტოს სალათა. ახლა კი დავიწყოთ მომზადება და ვნახოთ თუ რა არის ამისათვის საჭირო. პირველ რიგში დავჭრემე კომპოსტოს. სამივე სალათისთვის გჭირდება ერთი ბაზა, რომელიც არის კომპოსტო. მე აქ მაქვს კომპოსტო მოგრძო ფორმის, არის ახალგაზრდა კომპოსტო, თქვენ შეგიძლიათ ასევე ჩინური კომპოსტოც გამოიყენოთ, ზუსტად არ ვიცი რა ქვია. კომპოსტოს გავჭრე ხლა მეშუაზე და შემდეგ უნდა დავჭრას წვრილად. კომპოსტო დავჭრათ ძალიან წვრილად, ან სახეხზე, როგორც ახლა ჩემ შემთხვევაში არის, ეს ჭრის ძალიან წვრილად და ძალიან კარგი რამეა სხვათა შორის სალათებისთვის, მწნილებისთვის, არაჩვეულებრივია. მოკლედ, შეგიძლიათ თქვენ რომ ჩვეულებრივად წვრილად დაჭრათ. მე მაქვს აქ ორი თავი კომპოსტო, რაც არ მithქვია, ერთი არის საკმაოდ მოზრდილი, მეორე კი შედარებით უფრო პატარა. ეს ახლა მჭირდება, იმიტომ რომ მინდა რომ სამივე სალათი რეცეპტი შემოგთავაზოთ. მარილი მოვაყაროთ, რომ ოდნავ დარბილდეს და ასევე სიხლაშუნით შეინარჩუნოს. დავსრისოთ, რომ მარილი გაუჩნდეს და კარგად განანაწილდეს ყველგან. გავაჭროთ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში და შემდეგ გავაგზავნოთ სალათის მომზადება. კომპოსტო ზოგადად ძალიან მოყვარს, ძალიან ჯანსაღია, რასაც ახლა მე ჩემს ოჯახის წევრებზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყოველთვის ისეთი ნეგატიური დამოკიდებულება არის ხოლმე კომპოსტოს მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებიდან. ეხლა კომპოსტოს მე გავყოფ სამ ნაწილად, იმიტომ რომ სამი სახის სალათას ვამზადებთ, რამდენი გამოვა ვნახოთ. ამ სამი სახეობის სალათიდან ორ სალათს მომზადებთ ერთი და იგივე სოუსით. ეს არ იქნება მაიონეზი, არამედ ამისათვის გამოვიყენებთ მე ბერძნულ მაწონს. თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა მაიონეზი და არაჟანი ერთმანეთში აურიოთ თუ მოგწონთ, ესეც ძალიან გემრიელი იქნება. ყველა დოზებს და ყველა აბსოლუტურად ინფორმაციას დაგიტოვებ დაბლა ინფობოქსში და სად არის ჩამოშალოთ უბრალოდ ვიდეო და ყველაფერი იქნება იქ მოცემული. ახლა რომ ჩვენ დრო არ დავხარჯოთ ზედმეტად ინგრედიენტების ჩამონთვლაში, ამიტომაც დაგიტოვებ დაბლა. მაწონს მე ახლა მოვათავსებ სხვა ჭურჭელში და დანარჩენ ინგრედიენტებსაც დავუმატებ. ორივე სალათისთვის ავიღეთ დაახლოებით 400 გრამი ბერძნული მაწონი, ეს არის სქელი მაწონი საკმაოდ. სალათებისთვის ასევე გჭირდება კვერცხი, თითო სალათისთვის გჭირდება დაახლოებით 4-5 მოხარშული კვერცხი. აქედან კვერცხის გული უნდა დავამატოთ სოუსში, ხოლო კვერცხის ცილას კი ჩავამატებ პირდაპირ კომპოსტოში. კვერცხი არის უკვე მოხარშული და უნდა გავაცალსაკევოთ უბრალოდ დავჭრილოთ კვერცხის გული. და შემდეგ აურიოთ უკვე ჩვენს მაწონში. აბსოლუტურად შეუფერებელი და არასწორი ჭურჭელი მაქვს აგებული. ხა ამ მაწონს ისე გადავიტან მე დიდ თამში, რომ სოუსი ნორმალურად მოვამზადოთ. აი ასე. ეხლა დავუმატებ უკვე კვერცხის გულს. დიჟონის ბლოგვი არ გამოგვჩეს. ასევე თაფლი. ერთი კოს ნახევარი ჩაის კოს დაახლოებით. შავი პილპილი დავუმატოთ. და მარილი დავუმატოთ, მაგრამ მარილთან იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ ჩვენ უკვე კომპოსტოში მარილი დამატებული გვაქვს. ეხლა აურიოთ და შემდეგ გავსენჯოთ უკვე გემოზე. გემოზე გავსენჯოთ როგორია. იქნებ შენელება ჭირდება. ძალიან გემრიელია, სულ ცოტა, ასე მგონია რომ მარილი აკლია, მაგრამ მარილს ახლა არ დავუმატებ, იმიტომ რომ კომპოსტოს აქვს შიგნით მარილი და სულ ცოტა თავს დავუმატებდი კიდევ.
ესეც მზად არის. ეხლა პირველ რიგში მოვზადოთ ქათმის სალათი. ქათმის ნუყიარი და გემრიელი სალათი. ქათმის სალათი ძალიან უხდება კიტრი. ეხლა მე კიტრს ჯერ მგვალ ნაჭრებად დავჭრი, შემდეგ კი წვრილად. ბულგარული წაკას დავჭრათ წვრილად. წინასწარ მოვხარშე ქათმის ფილი ხავთან და დაბნის ფოთოლთან და შეგიძლიათ თქვენ გრილზე შეწვათ. შეგიძლიათ ღუმელში შეწვათ, შეგიძლიათ ცეცხლში შეწვათ, მოკლედ როგორც გინდათ. რაკი ახლა მე წონის კლებაში ვარ და მინდა რომ არ დავამძიმოთ ჩემი სალათა, მოვხარშე. მოკლედ ეს არის თქვენზე დამოკიდებული. მოხარშული ქათმის კერდი ახლა დაანაწევრეთ. შეგიძლიათ პატარ-პატარად ესე დააკუცმოთ, როგორც მევშვები. ასევე შეგიძლიათ რომ დაჭრათ კიდევაც, მოკლედ ეს თქვენზე არის დამოკიდებული. რაც მოგწონთ თქვენ თვითონ. აქვე სიმინდი დავუმატოთ კიდევ, სიმინდის მარცვლები დაკონსერვებული. ჩავახეხოთ კვერცხისცილად დაჭერით. აქედან მჭირდება მხოლოდ ნახევარი. ქათმის სალათი მზად არის, სოუსს ბოლოს მოვასხავთ ყველას ერთად. გადავიდეთ ტუნა თევზის და კომბოსოს სალატზე, დავახეხოთ ზემოდან სტაფილო. მოგეხსენებათ ტუნა თევზს უხდება კიტრი. კიტრი ძალიან ბევრ სალათას უხდება. აქვე კვერცხის ცილა დავახეხოთ ზედ. და ტუნა თევზი, რომელიც არის საკუთარ წვენში და არა ზეთში. შეგიძლიათ რა თქმა უნდა ზეთითაც რომ მომთადოთ, მაგრამ ის უკვე ზედმეტად კალორიული გამოვა. მწვანე ხახსაც დავუმატებ. ჩემს აზრით ძალიან გემრიელი გამოვა. და რაც დარჩა, ეს არის close-up. იმედია ასე სწორად ვამბობ. ეს არის ამერიკული კომბოსოს სალათა, რომელსაც ალბათ ძალიან ბევრ კერძში იყენებენ, როგორც არის ბარბეკიუ, როგორც არის გრილზე მომზადებული კერძები, KFC გაგიგეთ ალბათ, ისინიც იყენებენ ამ სალატს. ეს არის უბრალოდ კომბოსტო, სტაფილო და შემდეგ სახში მომზადებული მაიონეზი, რომელსაც გავაკეთებთ ჩვენ. კომბოსტო უკვე დაჭრილი გვაქვს წვრილად, ეხლა დავახეხოთ სტაფილო ზემოდან, გამოვიყენებ ისევ კორეული სტაფილოს საჭრელს. ეს არის სალათი უბრალოდ ყველაფრის გარეშე. მე ხავსაც დავუმატებ, ახლა თეთრ ხავს ისე აუცილებელი არ არის. რომ ასე მგონია რომ ძალიან უნდა მოუხდეს. ამერიკული კომბოსოს სალათისთვის მოვამზადოთ ჩვენ თვითონ სახლში მაიონეზი. რაც არის ძალიან მარტივი, რასაც არ ჭირდება ბევრი ინგრედიენტები და ისეთი ინგრედიენტები ჭირდება, რომელიც ყოველთვის სახლში გვაქვს. ჭირდება პირველ რიგში ესეთი მაღალი ჭურჭელი. 150 მლ რძეს, რომელიც არის ოთახის ტემპერატურის, დავუმატებ ახლა მე 300 მლ ზეთს. ეს არის ნეიტრალური გემოს და რძესთან შეფარდებით ზეთი გვჭირდება ყოველთვის ორმაგი. დავუმატოთ ასევე 1 ჩაის კოლხი მდოგვი. ასევე შაქარი დაახლოებით 1 ჩაის კოლხი. შემდეგ ავიღებთ ესეთ ხელის მიქსერს. ხელს არ ამოვწევთ, ისე ჩავთოთ ბლენდერი. დავიწყოთ დაბლიდან. და ნელ-ნელა რომ დაიწყეს გასქელებას, ამოწიეთ თქვენი ბლენდერი ნელ-ნელა ზემოთ. როგორ არის გასქელებული? ძალიან კარგად. მარილის თქმა გამომჩა ვიდეოში და ცოტა მარილი დავუმატეთ, ბევრი არ უნდა, იმიტომ რომ ძალიან მალე და სწრაფად შეიძლება რომ დამლაშდეს. ზოგან არის 1 ჩაის კოლხი მოცემული და ეს არის აბსოლუტურად ბევრი. ასე რომ როგორც შავი პირპილი, ესე მარილი დავუმატეთ, შემდეგ გემოვნებთ. ეხლა გასინჯეთ გემო როგორიც აქვს, რა მეაკლია დავუმატეთ, მე ცოტა ძმას დავუმატებ, იმიტომ რომ სალათს ჭირდება ძმარი. ნახოთ, შევხედავთ დაახლოებით 9 ჩაის კოლხი. დაახლოებით 1 სუფრის კოლხი გამოვიდა.
სტაფილო და კომბოსტო კარგად დავსრისოთ, ასევე ხახვით. ასე. სამივე სალათა არის გამზადებული უკვე და ელოდებიან ჩვენ სოუსებს. რომლებიც მომზადეთ, ასევე მაიონეზი და მაიონეზი ეხლა საკმაოდ ჩაცქელდა. ჯობია რომ სულ ცოტა რძე დავუმატოთ. ესე ძალიან გემრიელი გამოდის. საიდან დავიწყოთ? ქათმის სალათიდან დავიწყოთ. დავუმატოთ ეხლა სოუსი. ახლა აურიოთ კარგად, რაც შეიძლება. ტუნა თევსაც დავუმატოთ ჩვენი გემრიელი სოუსი და აურიოთ კარგად. ცოტა მწვანეს დავუმატებ, ეს არის უხრახუში. ეხლა ამერიკული კომბოსტო სალათას დავუმატოთ ჩვენი მაიონეზი სახლში გაკეთებული. ცოტა ლიმონის წვერს დავუმატებ. და ეხლა აურიოთ. სალათები მზად არის. მზადდება სწრაფად. გემრიელად, არის ჯანსაღი, არის ცილები და ვიტამინებით სავსე. ამაზე უკეთესი რა გინდათ? სამი სალათა მოვამზადეთ, სულ რაღაც ალბათ ვიტყვი, რომ 40 წუთში არ დაგჭირებია ამდენი. მოდით სამივეს გადმოვიღებ და სამივეს გავსინჯავ. საინტერესო, რომელი უფრო გემრიელია, მაგრამ ყველაზე მთავარი იცით რა არის, რომ ყველა გვეჭმელა. ეხლა გავსინჯოთ. პირველ რიგში ვსინჯავ მე ტუნა თევს. იცით როგორია ძალიან ნაზია. არ აქვს თევზის ძალიან მძაფრი გემო. ზოგადად მე ტუნას მოყვარული ვარ. თან ძალიან განსაკუთრებით პიცა მეყვარს. სალათები მიყვარს. ეხლა კათავს გავსინჯავ. ესე ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია. ნუ ჩემის აზრით მაიონეზით კიდე სხვა გემო ექნება. ეხლა ამერიკული coleslaw გავსინჯოთ. მე როგორც ვიცით ძალიან პოპულარული სალათია და ბურგერებში ბარბეკიუ, KFC, ყველგან იყენებენ ამ სალათს. მე მაქვს უკვე ჩემი ფავორიტი. მიუხედავად იმისა, რომ დედა მისი შვილები არ უნდა გარჩიოს და საბუე ჩემი ხელით არის მომზადებული, მაინც გამოვარჩევ. მესამე ადგილს მივანიჭებ ტუნა თევზით. კიდევ ამაქვს მაიონეზით შეიძლება სულ სხვა გემო მქონდეს. გემრიელია ძალიან. მეორე ადგილს მივანიჭებდი ქათმის მკერდით. ასევე არომატული და გემრიელია, მაგრამ ეს სულ არაფრის გარეშე, მხოლოდ სტაფილო და მხოლოდ კომბოსტო სახლში მომზადებული მაიონეზით, ეს არის აბსოლუტური ჰიტი. არ ვიცი, რაღაცა სხვა აქვს. აბსოლუტურად განსხვავებულია გემოზე. მომჟავო გემო აქვს. აი იგრძნობა, ყველაფერი იგრძნობა, ყველა გემო აბსოლუტურად. ჩემი აბსოლუტური ფავორიტი არის ახლა ამ შემთხვევაში, აი ეს ძალიან უბრალო და მარტივი კომბოსტო სალათა ამერიკული სტილი. ახლა კი დალაიქე, გამოიწერე არხი, დააკომენტარე და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. დროებით.